მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ ეს ფეხსაცმელში რაღაცა პატარა ჩაგივარდება. ისეთი არასასიამოვნო შეგრძნება. მოკლედ დღეს არის 1 თებერვალი და ეს არის ბოლო თვე ამ ზამთარის. ხო. მოკლედ ეს წინა ვიდეოში რო ვთქვი, რომ შევიძინე მეორადებში ლეგინსები ეკმაცვია ჯინსებს რაღაცა ზომაში ვერ გავთვალე. ხო და ახლა ამ ესენი მემაბრეზები ცოტა ხნის უკან ვაჭამე და კიდე რა სიტყვენ არ ვიცი, რაღაცა გაუმაძღრობა დაემართათ. ვერ გავწმინდე კარგად მოკლედ. ხო. კარგი. ერთი შენ. შო, შეყოფათ. ეხლა ვიყავი ჩასული ჩვენ მარკეტში და მარაგი გავიკეთე. ისე ყოველდღიურად რაღაცები რო ამომაქვს ხოლმე. კიბებზე რომ მოვედი უკვე ამ ბოლხანში რაღაცა გავზარმაცდი. ხო, ის ყოველდღიურად ვაკეთებ ხოლმე ეს პატარა იმას, ანუ ნისიაზე ხო ვიღებ ვინციცით რა, ანუ რა და როგორ არის ჩვენთან. სადღაც დაახლოებით ხან და ხან არის ხოლმე 10 ლარი, ხან 15, ნუ ნორმა, ანუ ჩვეულებრივად ადამიანურად რო ანუ რაღაცა ავიღო ხოლმე 20 ლარი უნდა. ანუ წარმოიდგინეთ, ესე იგი 20 ლარი, ეს არის ყველაზე მინიმუმი ორი ადამიანისთვის, ორი პერსონისთვის, რომ აი უბრალოდ იარსებო რა, ანუ რაღაცა განსაკუთრებული არა რა. 20 ლარი. და 10 დღეში რამდენი გავხდის? 200 ლარი, ხო? და შესაბამისად ერთ თვეში 600 ლარი, ანუ 600 ლარი მარტო, ანუ ყველაზე მცირეზე ვსაუბრობ რა, აი მინიმალურზე. 600 ლარი მარტო კვებაში რო წავა. მეგობრებო, წარმოიდგინეთ, რამდენი უნდა გქონდეს ხელფასი, რომ მოზარდის პატრონმა მოკლედ წრეზეც ატარო ბავშვი, ხო? პასუხი აღარ არის, ადრე ჩემ ბავშვობაში რო იყო ყველაფერი უფასო და სახელმწიფო აფინანსებდა და მოკლედ კარგი დრო იყო. მაშინ მაგ თვალსაზრისით ვართლა რამდენი წრეზე დავდიოდი მე. კი იცით, ჩემმა ძველებმა გამომწერებმა და მაყურებლებმა, რატო დავყავი ახლა მაყურებლები და გამომწერები, იმიტომ რომ ბევრს არ აქვს გამოწერილი, არ აუშავს. ხო და მოკლედ მე ვისაც ყავს კიდე სკოლის მოსწავლე ოჯახში და რა მაგასაც არა დიდი არსებითი მნიშვნელობა მარტო სკოლის მოსწავლეზე არა. ნუ რამდენი ხარჯებია თუნდაც აი სკოლაში რაღაცა იკრიბება, იქით აქეთ მოკლედ ვიღაცის დაბადების დღეა, ვიღაცის ეს არის ცოტა აი ყველაზე მცირედი 10 ლარი, 15 ლარი, ამდენი ისინი რომ აქეთ იქით აქეთ ანგარიშო იქით გზის ფული გინდა იქით. მოკლედ ის ხელფასები რაც ანუ მიჩნეულია რომ ვითომ ნორმაა, ხო? არ არის ნორმა. ნორმა კი არა. მართლა გადარჩენისთვის რო არსებობს ადამიანები, ეს არის არ ვიცი, სამარცხვინოა ჩემი აზრით, მართლა სირცხვილია. სირცხვილი იმისთვის კი არა, რომ ეს ადამიანები ესე საწოდავად და საწყლად. სირცხვილი არის თვითონ მთლიანად ქვეყნისთვის და ამას ხო ხედავს, ხო, დანარჩენის. ისე თუმცა, ხო, მაგაზე უნდა ველაპარაკე კიდე. საერთოდ ჩვენ ქვეყანაში არის ეს გვიყვარს ეს თავის მოტანა, შექება ირიბად თუ პირდაპირ თუ მოკლედ რა ესეთი მაგარი ვარ, ესეთი კარგი ვარ, ისა ესა და ანუ აი ეს გვავიწყდება რა, რომ რაღაცა სასარგებლო მაინც გადმოვიტანოთ თუ სხვა ქვეყანას აქვს, ხო? რაღაც მაგალითად მე ხშირად რო ვახსენებ რა ფინებს და მოკლედ შვედებს და ასე შემდეგ, ხო?
რამ ხელა ისა პროგრესი და რამ ასე იგი ხუთეული თუ რაღაცა იმაში შედიან ყველაზე ასე ვთქვათ ბედნიერ ქვეყნებში რა და შეძლებითაც რა კარგი მაშინ. ხო. და აქვთ ესეთი დევიზი მათ ამ დევიზს ქვია ლაგომ. რა არის ეს ლაგომ? ნუ სიტყვის ასე ვთქვათ იქაურ ენაზე ეს რაღაცნაირად იშიფრება, ანუ რაღაცა განაწილების ის იყო რა, უნდა გაენაწილებინათ და ყველა სანაბრად უნდა შევხედოთ, ნუ რაღაცა პატარა ისტორია ამ სიტყვას და ესე იშიფრება და თან, ნუ რას ნიშნავს ახლა გიხსნით, ანუ ზომიერება, ანუ გაზიარება, რომ ყველა იყოს კმაყოფილი, მოკლედ მე რომ მიყვარს ძალიან ეს ისა დევიზად რომ აქვს რა, ზომიერება, ანუ რუსულად კაი სიტყვაა, ესეთი ნივიპენდრივაცა რა, აი და ქართველებს გვაქვს ეს სიგდა ვიპენდრივაცა რა, რაღაცა ანუ დაჟე ისე მოგვაქვს თავი, რაც არ ვართ კიდევ, ხო? აი ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ის, რომ არც არაფერს არ წარმოადგენს, არც არაფერი გაუკეთებია ქვეყნისთვის, არც არაფერი დამსახურება არ აქვს, მაგრამ ისე მოაქვთ თავი, გეგონება ჩემიო, ცოტა დედამიწაო და თქვენ ვინახართ, ესაწოდავებაო. ანუ აი ეს ხასიათი რო არ ქონდეს ჩვენ ასე ვთქვათ ერში, რომ ეს ერთ-ერთი მახასიათებელია, ხო, ეს სიამაყე, ამპარტავნება, ის კი არა აი ანუ სიტყვა მათხოვრობაც კი ისე აქვთ, იცით, როგორ ზიზღის დონეზე აქვთ დაყვანილი, რომ აი მათხოვარი ამ დროს იესო რას ამბობდა, ხო, რომ როგორ შეიძლება ესე თქვა, ხო, როცა ადამიანს რაღაცა თქვათ სჭირდება სიტყვაზე, ახლა მე იმაზე არ ვსაუბრობ, რომლებიც უკვე ამას პროფესიად გადაიქცევენ და TikTok-ზე რომ ლამისა უკვე საქმე არის ეს მართლა შუბლზე ძარღვის გაწყვეტაა, ხო? გამეთანხმებით. მაგრამ მე ვიძახი საერთოდ ანუ ზოგადად ადამიანი, ანუ ისე ვზრდიდნენ ჩვენ, ანუ მე ბავშვობიდან რომ ეს ითვლებოდა სირცხვილად, ის კი არა, რაღაცას შემოგთავაზებდნენ, თან შევხედო ეს. ხო, რაღაცას შემოგთავაზებდნენ, აი დაპატიჟებდნენ, ერთი 5 უარი უნდა მეთქვა რა, სულ რომ ძალიან დომოდა ის რაღაც. ხო და ეს ძალიან ცუდი ის იყო რა, აი ცუდ ჩარჩოებში ჩავხსვეს, რო იტყვიან. არა ბუნებრივია, არა რეალურია. ეს უფრო რაღაც ამპარტავან ხასიათიდან გამომდინარეა, რომ აი რაც არ უნდა ვკვდებოდე და მიჭირდეს და რაღაცა მე დახმარებას არ ვითხოვ და რაღაც ანუ ეს სიამაყესთან და ამპარტავნებასთან, ანუ პატივმოყვარეობასთან, ყველაზე დიდი ცოდვები რაც არის, ხო, ბიბლიაში, ნუ აი ამასთან ასოცირდება. როცა ადამიანს ახლა გიჭირს და მართლა არა გაქვს იმის რესურსი, რომ რაღაცა ვთქვათ, არ არის სამარცხვინო, ვთქვათ, ვინმეს მიმართო მეგობარს იქნება თუ ნათესავს იქნება და რაღაც, ხო? და ძალიან ესე თავის გამოდებაც ფიქრობ არ არის ლამაზი. ხო, რა თქმა უნდა, ახლა წარამარა ამის გეკეთება მართლა TikTok-ის არ იყოს, უკვე სხვა სახეს იღებს და ნუ ესეა. ხო, მოკლედ ისე თქვა მინდოდა ლაგომი რა, ლაგომი არის არაჩვეულებრივი რა, ანუ ეს ზომიერება, ეს სტაბილურობა, ხო, თან ამ ადამიანების, ვინც ამ პრინციპით ცხოვრობს და ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, ჩემი აზრით ეს. ანუ ეს ლაგომი, ანუ ამას მიჩვეული ხალხი, იქ არ ყავთ მდიდრები და თუ მდიდრები არიან, ანუ ფინანსურად, ხო, უფრო მეტ გადასახადს იხდიან და ანუ მაინც თან რაღაცნაირად ბალანსდება. ხო და ასე რომ აი ესეთ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშიო ცხოვრობენ, გაცილებით უფრო კმაყოფილები არიან, სტაბილურები არიან და რაც მთავარია, სიცოცხლის ხანგრძლივობა მასთან არის, რა ვიცი მე, ესე იგი, საშუალო ხო არის 80 და ქალები 90 და უფრო მეტსაც ცხოვრობენ და კაცები 80-90 რა ესე. ხო და წარმოიდგინეთ, ანუ ამასაც ეტყობა რაღაცნაირად აქვს რაღაცა როლი და როცა ადამიანი რაღაცა ცდილობ რომ იყო ის ვინც არ ხარ, ხო? აი ფიქრობ ეს არის ფსიქოლოგიური პრობლემა და მართლა პრობლემა. და აქედან იწყება ეს თავი და თავი ყველა რა ვიცი უბედურების და ზუსტად
გარშემო რაც კი ხდება რა ჩვენ ცხოვრებაში, ძირითადად ეს არის, რომ ერთმანეთს ეჯიბრება ხალხი, აი რომ ვაკვირდები, რომ აი მე შენზე უკეთესი ვარ, მე შენზე უფრო მეტი ხელფასი მაქვს, მე შენზე მე უკეთესად მაცვია, უკეთესად ცხოვრობ, ესა და თითქოს ამის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ ადამიანებს. არადა რა არის ცხოვრება, ხო? ყველასთვის ცაც და მიწას ერთია. არავინ არ შეახმება დედამიწას, ყველა ადრე თუ გვიან გარდაიცვლება და წავა ამ ცხოვრებიდან და ცხოვრებაც ისეთი მოკლეა და სწრაფად გადის, თვალის ახამხამებას ვერ ასწრებს ადამიანები და ხშირ შემთხვევაში უფრო სიბერის და ასაკში ხვდება ადამიანი ბევრ ამეს, მაგრამ რატომაც არა რომ უფრო ადრე მივხვდეს ადამიანი და ახალგაზრდობიდან დაიწყოს, ხო? რაღაცა ესეთი ზომიერი ცხოვრება და სიცოცხლესაც გაიხანგრძლივებს და მოკლედ. მაგრამ არა, რაღაცა ეს არის. ხო, ისე სხვათა შორის ადრე მე უცხოენებზე რომ სწავლობდი, იქ იყო ერთი ესეთი ლექცია მქონდა, აღარ მახსოვს თვითონ იმ დისციპლინას რა ერქვა, რაღაცა ფსიქოლოგია ერების ის იყო რა, მოკლედ დიდი ხნის წინ იყო და მართლა დამავიწყება მაპატიეთ, მაგრამ ნიშან-თვისებები ისწავლებოდა რა, ანუ გადიხილებოდა იმ ერთ-ერთ ლექციაზე, ანუ ყველა ერს აქვს თავისი დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, ხო? ვიღაცას ესე აქვს, ვიღაცას ისე. რა თქმა უნდა, საქართველოსაც იყო საუბარი, იყო იქ კიდე საბერძნეთი, რაღაცა სხვადასხვა ქვეყნები და ანუ აი რაც ძალიან არ მომეწონა მაშინ, აი რამდენი წლის იქნებოდი, ალბათ სადღაც 20 წლამდე, ხო, ესე დაახლოებით არ მომეწონა ის და რაღაცნაირად პროტესტის გზნობა გამიშა, რომ აი რატო ვართ ესეთები, ხო? არა უშავს. გამოსწორებადია თუ ადამიანი თვითონ მოინდომებს, გამოასწორებს, რა თქმა უნდა. ხო, ეს რაც შეეხება ლაგომს და ჩემი საყვარელი ძალიან მიყვარს ეს თვითონ რა მცნება ამის ლაგომის ეს და მართლა არ ვიცი, შეგიძლიათ დაგუგლოთ და ნახოთ რას ნიშნავს როგორ იყენებს ეს ხალხი თავის ცხოვრებაში ამ ლაგომს, რა გინდა ადობი, რა გინდა, აი შენ არ იცი ეს ლაგომი, არ იცი ზომი. ხო და მოკლედ ესეთი ამბები რა. ხო, ვფიქრობდი ამ ვიდეოში, ანუ რაღაცნაირად ჩემ თავზე გესაუბრებოდით, ანუ გაცნობითი ისა რა. შიგადაში გუნდა ჩასვა ესეთი ვიდეოები ახალი გამომწერებისთვის, ახალი მაყურებლებისთვის, რომ ვინ ხარ, წარმოიდგინე რომ შეექმნათ. ისე ზოგადად პატარა მონახაზს გავაკეთებ, სანამ ცელ ვიდეოს ჩავწერ. მე ვარ მადლენა, ანუ ჩემი ნამდვილი სახელი არის მადლენა, ფრანგული სახელი მქვია, დედამ დამარქვა ნათლიას სახელი, ანუ ნათლიას სახელი მოეწონა დამარქვა. ბავშვობის მეგობრები იყვნენ, ანუ ერთად სწავლობდნენ თოიძეში, ანუ საფხატრო სასწავლებელია, ვინც არ იცით, თოიძე. და მე გააგრძელა ნათლია ჩემმა აკადემიაში ჩავარდა და გათხოვდა მოკლედ ესეთი ამბები იყო რა და მე დამარქვა ნათლია ჩემსაც მადლენა მქვია. ხო. ვარ, რა ვიცი, გვარით რაჭველი ვარ, ანუ ჭელიძე ვარ, მაგრამ იმერეთში გვაქვს, ანუ ძირი რა. ჩემი დიდი ბაბუა და მოკლედ იქიდან არიან, სამტრედის რაიონიდან და ეს არის სოფელი ღანირი. ღანირში დაიბადა და გაიზარდა, ყველა ვინც არ იცით, ქართველი მსახიობი იყო ეროსი მანჯგალაძე. მე ახალგაზრდებს ვსაუბრობ, ვინც იცის, იცის. გენიალური მსახიობი იყო ეროსი მანჯგალაძე. ხო, და მოკლედ დავიბადე მე მამაც, სხვათა შორის, მამა ჩემიც, მეც, ანუ თბილისში ვართ დაბადებულები. ფაქტიურად მესამე თაობა ვითვლები. ხო, ბაბუა ახალგაზრდობიდან წამოვიდა აქ საცხოვრებლად, მოკლედ მაინც ხო ესე ითვლება. ხოხობი არავინ არ ვართ რა, მოკლედ ასე რომ ვთქვა. უბრალოდ ახლა არის ხო, ადამიანი რომ ჩამოდის სოფლიდან და მე ბავშვს შვილი რომ გაუჩნდება და მე კიდე რამოდენიმე თაობა, ანუ ყველანი ასე თუ ისე ვართ სოფლიდან რა. და ამაზე აქცენტის გაკეთება მე მგონი მართლა აი ლაგომს ვახტებით რა თავზე რომ იტყვიათ. ხო. ხო, სწავლობდი
წრეებზე დავდიოდი თავისთავად ეს პიონერთა სასახლე ერქვა ადრე. ასევე სპორტზე დავდიოდი. ფარიკაობაზე მანამდე კიდე ჯუდოზე, ჯუდოზე, ну, მოკლედ მუსიკალური სასწავლებელი ფორტეპიანოზეც, მოკლედ მე კონსერვატორიაში ჭირთა წლებში ჩავაბარე 23 სკოლა დავამთავრე, მოკლედ აი ესე მოკლედ გეტყვით რა. მე პირველი წელი რო ვერ მოვეწყე, ვერ ჩავაბარე უბრალოდ სადაც მე მსურდა, ანუ სამედიცინო ის იყო, უბრალოდ სამკურნალო ფაკულტეტი იყო და ერთი წელი რო არ დამიკარგა ასე კოლეჯი, ეხლა კოლეჯები რო ქვია, მოკლედ იქ ნათლია ჩემთან, იქ ასწავლე და იქ ვისწავლე. დრო არ დავკარგე და გავერთე კიდევაც და ბევრი მეგობრებით შევიძინე. მოკლედ აი ესე რა, მე გავიდა დრო, რაღაცნაირად ისე აეწყო, იმიტომ ვამბობ სულ, რომ ახალგაზრდებო თუ ვინმე მიყურებთ, ნუ იჩქარებთ ამ, კი კარგია ყველაფერი ეს ემოციები, სიყვარულობა და ყველაფერი, მაგრამ ჯერ უნდა იფიქროთ, ანუ მოკლედ უნდა შეიქმნათ რა ნიადაგი და ის რომ შანსები არ გაუშვათ რა, რომ იტყვიან ცხოვრების საუკეთესო წლები და მოიწყოთ ასე ვთქვათ ცხოვრება და მე უკვე იფიქროთ ამ ყველაფერზე, მაგრამ ხანდახან ხო იცი არ გეკითხება და მოდის რა ეს ემოცია, ხო? ხო, ну, მოკლედ ვისაც აქვს ამის ნებისყოფა და რაღაცა ის შეძლებს. ხო, და მე უკვე უფრო კარგიც არის და უფრო ტკბილიც არის ყველაფერი, იმიტომ რომ საფიქრად და ტვინის საჭლეტი აღარ გაქვს, რომ რაღაცა იყოს და თან საათში ვხედოთ, რომ არ დამაგვიშათ ეს მეორე ცვლა. მოკლედ ესე, მე უკვე ნიკა ანუ დაბადებული იყო, რომ გადავწყვიტე აღმედგინა ჩემი სწავლება. ხო, მანამდე ანუ შევიტანე ეს რა ქვია საბუთები ასე ვთქვათ, იურიდიულ ეკონომიურზე და მოკლედ აღვადგინე რა ბოლო-ბოლო საბუთები და განვაახლე რა სწავლა და საბოლოოდ დავამთავრე და დავაგდე ეს დიპლომი, აი კიდევ ქართველების, ასე ვთქვათ, ესეთი საზღარი თვისება. ეხლა მე პირადად მართლა ვფიქრობდი, რომ ამ პროფესიით მე მუშავა, მაგრამ წლებმა მე რაღაც ამის დამირია გეგმები. ზოგადად ვიძახი, არის ეს და მქონდა რომ აი როგორც ფილმიც კი გვაჩვენებდა მაგას უდიპლომო სასიძო, ანუ რა ხელა მნიშვნელობა ქონდა რომ იმუშავდი არ იმუშავდა, მნიშვნელობა უნდა ქონოდა დიპლომიანი უნდა ყოფილიყავი, მოკლედ რაღაცა საზღარი ის იყო რა ეს და მგონი ახლაც არის ეს მაინც შემორჩა რა ეს ხო ესეთი რაღაცები, თუმცა მგონი პროგრესი არის, მაგრამ არის კიდე ძალიან ცუდი განხრით რა პროგრესი ვერ და რეგრესია, ანუ ახალგაზრდების არა მეგოთქვათ, აი რწმენისადმი ძალიან გაციება და რაღაცნაირი დამოკიდებულება და ფიქრობ ეს არის კატასტროფა. ეს დაუპავს თაობებს, იმიტომ რომ თუ რაღაცის რიდი ის არა გაქვს ღმერთსა შიში სიყვარული თუ როგორც კი არა იქ всё დამთავრებულია ყველაფერი, არ ვიცი რა მოკლედ ეს რო იტყვი დასასრული დასაწყისი იქნება, ესე თუ გაგრძელდა, ამიტომ უნდა აუხსნათ, რომ მეცნიერებმა აღიარეს ბოლო-ბოლო და არ ვიცი მე. ნუ ვიღაცას ალბათ აწყობს ეს, რომ ესე გადაუსვას ყველაფერს ხაზი და ათეიზმი ააყვავოს და აღორძინოს. ხო, ეს რაც შეეხება ამას. ხო, მოკლედ, ნუ აი ესე რა. ხო, ეხლა სად ვიყავი ახლა ამ წამს ჩავედი ჩვენ მაღაზიაში, ხო, მაგას ვამბობდი თავიდან, ამოვიტანე პური. სოцом მინდა თუ არა პური მასივაში შეაწყეო. მარაგი გავაკეთე რა, მოკლედ რომ წამდაუწუნარი მასნა. არ ვიმოდიალო რა. დროის უქონლობის გამო ის კი არა, მარტო დრო კი არა. ფიქრებიც კი შეზღუდული მაქვს და არა მეგობრებო, რაღაცა ძალიან სხვანაირად ვარ ეხლა ეს რა დენი ხანია. დაახლოებით 1 წელი რა. აი რაც იქ დავიწყე მუშაობა, რა ქვია იმას, მაგ ჩვენთან კაფე რესტორანი რაღაცა რო იყო.
მოკლედ ვიყიდე ქვია თუნისია და ხო ჩემი საკიდელი აბა ვინ იყიდს. ეს ისა საქონლის არა ესეთი საქონლის ხორცია გაყინული, ახლა გავალგობ ამას, დავაფასოვებ ნაწილებად. ამაში მგონი 53 ლარი მოუწია თუ რაღაცა. ხო, რა მოკლედ 50 ლარი ფაქებში ესე. და მარაგი იქნება რა მოკლედ ბორს გავაკეთებ, ან მოვხარშავ და მაკარონი ეგრეთ წოდებული პაფლოცკი შეეძახიან. კიდე შეიძლება ღვეზელიც გამოწვეს, მოკლედ ხორციანი 1000-ნაირი ის კეთდება, ხო? ხო, კიდე სუფხარჩო, რომელიც ძალიან კარგად გამომდის ამ ბოლო ხანებში ვისწავლე. ხო, ეს მაიონეზი და კეჩუპი. სოციალს რო არ კონდეს. მაგრამ ხშირადაც არ მაშვება, ასე ვთქვათ, ხლადეცე. არ ვანებივრებ რა ასეთი იმებით, იმიტომ რომ მაინც დანამატებია და ქვეყანა რაღაცა შიგნით. ხო, რცხობილები ამოვიტანე ესეთი წონის სანდომის ამგონი. ხო, სანდომის არის. აჰა, ჭამეთა. ხო და ერთი ეს ლიმონადი ვარნახევარი რომელიც ხეს მოკლედ ეს არის რა. ხო და ესე მეგობრებო, ამასობაში დროც გაიქცა. ხო, გუშინის მოვიტანე სამსახურიდან. ეს ივერიული სოსისი. უი, ეხლა არ დამავიწყდეს. კარტოფილი უნდა გავთალო. მისთვის პიურე უნდა გავაკეთო. რომ ბავშვს დაუტოვო. მე სულ ესე ვიძახი, მე მაპატიეთ ბავშვს, ჩემთვის ბავშვია ხო, აბა რა არის მე გავაჩინე მე გასაცდ ბავშვია ჩემთვის აბა. დიდიც რო იყოს და ისა მაინც ჩემთვის ყველა დედის თვალებში არის ის პატარა საყვარელი ბავშვი. რაც უნდა წლები გავიდეს და ეს ჩემი აზრით არ არის რა განსაჯელი და განსაკითხავი. Так. ესეთი ამბები. ხო და ასე მეგობრებო, ეხლა ამას გავაკეთებ. ყავა მივირთვი, მაგრამ კიდე უარს არ ვიტყვით ფინჯან ყავაზე. და ნელ-ნელა გავემზადები სამსახურში წასასვლელად. ხო, ესე ვცხოვრობთ. მოკლედ ძლივ ჩავს ეს არის ჩემი მარჯვენა ხელი. კიდევ რა. სხვა ისეთი არაფერი. მოკლედ რო ვიავადმყოფე, ანუ ეს კუჭნაწვავის ჯერ კიდე ცოტა შემომიტოვა, ანუ სიმჟავიანობა აწეული მაქვს. ეხლაც ანუ ჯერ არა ვარ ბოლომდე, ასე ვთქვათ, მორჩენილი. უი, ეხლა გამახსენდა დამოვიწყდა დამატება მჭირდებოდა ცოტა გადამჭა ძალიან ჰერკულესის, ანუ ჰერკულესი კი არა, შვრიის პაპის ფანტელების. ხო და ეგ მჭირდება დილობით მაგით ვიწყებ ხოლმე. ეხლა მარტო ყავა მივირთვი და მგონი კიდე ერთხელ მომიწევს ჩასვლა რომ ამოვიტანო და მივირთო, თორემ დილას თუ არ დავიწყე ესე მე კუჭი ძალიან ღიზიანდება და მოკლედ თავს უნდა მიხედო ადამიანმა. კარგით მეგობრებო, ესე დღეს ამით იმშვიდობებით. ხო და ნახოთ ხვალ თუ მექნა დასვენების დღე, ხო კაი. და შეიძლება კიდე ერთი ვიდეოც ჩავწერო. მოკლედ ესეთი ამბებია რა ვიდეოებისთვისაც რომ ვერ ვიცლი არა და ესეც ხო დამატებითი ის არის ხო შემოსავალი ჩვენთვის. ანუ უკვე 3 თვე გავიდა ხელფასი YouTube-ის არ ამიღია და ეხლა ანუ თებერვალში ზუსტად ჩემი დაბადების დღისთვის გამომივა. ანუ 21 დაამსავრში რა, ესე
იხდიან ხოლმე რა. ანუ ჩემი დაბადების დღისთვის გამოვა, მაგრამ ჩემთვის არ დავხარჯავ ესე ვფიქრობ რაღაცა მინდა რომ ცოტა ისეთი გონივრულად, ხა დიდი თანხა არ არის, მაგრამ ის 200 ლარიც რაღაცა გონივრულად რაღაცა ისეთი შევიძინო, რაც გამოგვადგება მერე რა. როგორც აი ეს იყოს სკამი თუ რა. მოკლედ ხო, შეიძლება სკამებიც ვიყიდო 1-2 წელი მაინც. კარგით, მეგობრებო, დროებით და კარგით, აბა გავკეთეთ.